მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს მოგიყვებით ხახვის შესახებ, თუ რატომ მოვიხმართ იმპორტულ ხახვს და რატომ ვერ ვაკმაყოფილებთ ხახვის მოთხოვნას ადგილობრივი პროდუქციით. დღეს შევეცდებით დაგანახოთ რეალობა თუ რა ხდება ხახვის ბაზარზე საქართველოში. გადავხედოთ ბოლო წლების ციფრებს. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ხახვის ნათესი ფართობი ბოლო 4 წელია დაახლოებით 1000-დან 1200 ჰექტრამდე მერყეობს. 2024 წლის მონაცემებით საქართველოში ვაწარმოებთ 8600 ტონა ხახვი, ხოლო იმპორტით შემოვიტანეთ 36000 ტონა. ჯამში 2024 წელს მოვიხმარეთ 44600 ტონა ხახვი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენი მოთხოვნის დაახლოებით 20% მოვიყვანეთ საქართველოში, ხოლო 80% დავიმატეთ იმპორტით. საიდან შემოდის ხახვი? ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელმაც ბოლო წელში იმპორტის 42% დაიკავა. შემდეგია თურქეთი 30%-ით, ხოლო უზბეკეთი და ყაზახეთი ჯამში 25%. მცირე რაოდენობით შემოგვაქვს სხვა ქვეყნებიდან. რა ფასად შემოდის იმპორტული ხახვი? ბოლო 2 წლის განმავლობაში შემოტანილი იმპორტული ხახვის საშუალო წლიური ფასი 65 თეთრია, რაც მოიცავს ადგილზე შესყიდვის, ტრანსპორტირების და ინდექსირებული DGG-ს ხარჯს. ეს ფასი უჯდება იმპორტიორს ადგილზე, მაგალითად ნავთლუღის ბაზარში შემოტანილი ხახვი. რა გვიჯდება 1 კილოგრამი ხახვის მოყვანა საქართველოში? საშუალოდ, რა თქმა უნდა. იმისათვის, რომ დავითვალოთ 1 კილოგრამი ხახვის თვითღირებულება, უნდა ვიანგარიშოთ რა ხარჯი გვაქვს ჰექტარზე და რა მოსავალს ველოდებით. მაგალითისთვის, თუ დაუშვებთ, რომ ჰექტრული ხარჯი ათესვიდან მოსავლის აღებამდე ყველა ხარჯის გათვალისწინებით შეადგენს 15000 ლარს და დაახლოებით სარეალიზაციოდ მივიღებთ 40 ტონა ხავს, თვითღირებულება 1 კილოგრამ ხავსზე გამოგვდის 38 თეთრი. ეს არის ადგილზე ფერმერთან მოყვანილი ხახვის სრული ხარჯი. როგორ წარმოიქმნება საცალო ფასი და როგორ ვუწევთ კონკურენციას იმპორტს? რომ გავიგოთ, როგორ ხდება საბოლოო ფასის ფორმირება, უნდა განვიხილოთ, ვინ მონაწილეობს ამ ჯაჭვში. პირველი რგოლია ფერმერი, რომელსაც მოჰყავს მოსავალი და 1 კილოგრამის თვითღირებულება უჯდება 38 თეთრი. შემდეგი რგოლია მებითუმე, რომელიც არის შუამავალი საცალო ქსელსა და ფერმერს შორის, ძირითად შემთხვევაში ასეა. დღეს მებითუმეები ხახვის შემთხვევაში მუშაობენ საშუალო 15%-იანი მარჟით. გეტყვით, რომ მარჟა ეს არის ის მოგების წილი, რაც რჩება საბოლოოდ საცალო ფასიდან. ხოლო საცალო ქსელის საშუალო მარჟინალობა შეადგენს 20%-ს. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხახვის გაფუჭების, დაბრუნების და ჩამოწერის პროცენტიც მაღალია. იმისათვის, რომ დღეს კონკურენცია გაუწიოთ იმპორტს, შესაბამისად მებითუმესთან მისაწოდებელი ფასი არ უნდა იყოს იმპორტული ხახვის ფასზე მაღალი, რაც 65 თეთრია. ანუ ეს არის ტრანსპორტირების ჩათვლით და ყველა ხარჯის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში ხარისხზე აღარ ვსაუბრობთ და უშვებთ, რომ ერთნაირი ხარისხია, როგორც იმპორტი, ასევე ადგილობრივი წარმოება. ანუ გამოდის, რომ თუ ფერმერს უჯდება 1 კილოგრამი ხახვის მოყვანა 38 თეთრი და თბილისში ნავთლუღის ბაზარში ჩატანილი მებითუმეს უნდა დაუჯდეს მაქსიმუმ 65 თეთრი, გამოვა რომ 27 თეთრში უნდა ჩავტიოთ ფერმერის მოგებაც, სორტირების, შეფუთვის და ტრანსპორტირების ხარჯები ფერმიდან ბაზრამდე. შესაბამისად, თუ ავიღებთ, რომ სორტირება, შეფუთვა კილოგრამზე საშუალოდ 9 თეთრია და ტრანსპორტირება 3 თეთრი, გამოვა რომ ფერმერმა მიიღო საერთო მოგება კილოგრამზე 15 თეთრის ფარგლებში. ეს არის იდეალურ შემთხვევაში, როცა არანაირი პრობლემა არ არსებობს არც ხარისხზე და არც დროულ რეალიზაციაზე. საბოლოო ჯამში თუ შევხედავთ, სრულიად შესაძლებელია კარგი მოსავლის და ამ ფასწარმოქმნის პირობებში ფერმერმა მიიღოს კილოგრამზე 15 თეთრის, შესაბამისად ჰექტარზე დაახლოებით 6000 ლარის მოგება. მაგრამ ეს მოწმენდილცაზე დათვლილი ციფრებია. აქ არ არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რაც განაპირობებს ადგილობრივი ფერმერის მოგებას და ზარალს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფაქტორებს შორის არის მეზობლების მოსავალი, ანუ მეზობელი ქვეყნების მოსავალი. მაგალითად, თუ ისე მოხდა, რომ აზერბაიჯანში იმ წელს კარგი მოსავალია, ფასი დრამატულად ეცემა, რაც განაპირობებს იაფ იმპორტს და შესაბამისად ადგილობრივი მოსავალი ფაქტიურად გაუყიდავი რჩება. მეორე ფაქტორია ფრაგმენტირებული მეურნეობები, მასშტაბი და შესანახი ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ ურტყავს როგორც თვითღირებულებას, ასევე მიწოდების სტაბილურობას თვეების მანძილზე და საბოლოოდ შენახვის პერიოდის განმავლობაში წარმოქმნილ დანაკარგებს და ხარისხის გაუარესებას. ამიტომ
ასეთ შემთხვევაში ქართული ადგილობრივი ხახვი არამიმზიდველია ბაზრისთვის და მარტივად ანაცვლებს იმპორტის. რა შეიძლება გავაკეთოთ იმპორტის მნიშვნელოვანი წილის ჩასანაცვლებლად? დღეს იმპორტის წილი საერთო მოხმარებაში 80%-ია. იმისათვის, რომ ეს ციფრი მინიმუმ გავანახევროთ, გვჭირდება დაახლოებით 3-ჯერ მეტი ადგილობრივი ხახვის მოყვანა, წარმოება, რაც დაახლოებით 30,000 ტონაა, რომელიც სრულიად შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია მეურნეობების გამსხვილება, იმისათვის, რომ 1 კილოგრამი ხახვის მოყვანა დაგვიჯდეს რაც შეიძლება იაფი და თან დავიცვათ შესაბამისი ხარისხი. შევქნათ თანამედროვე სპეციალიზებული ხახვის საშრობი და შემდეგ უკვე გრძელვადიანი შესაბამისი საწყობები, რაც საშუალებას მოგცემს სტაბილურად მთელი წლის განმავლობაში მივაწოდოთ ბაზარს შესაბამისი ხარისხის პროდუქცია და ასევე ვარეგულიროთ მიწოდებული მოცულობებიც. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით ღია გრუნტზე პროდუქციის წარმოება, მაინც მოიცავს დიდ რისკებს და არის გარკვეულწილად არაპროგნოზირებადი, თუმცა ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ის, რისი კონტროლით შეგვიძლია და იმედი გქონდეს ბუნების, რომ ამ ყველაფერში ხელშეგვიწყობს და მშიერს არ დატოვებს ფერმერს. მეგობრებო, სოფლის მეურნეობა ქმნის დოვლადს მიწიდან. ფერმერები არიან განსაკუთრებით გამოსარჩევი და მხარდასაჭერი ხალხი, რომლებიც ფაქტიურად კვებავენ მსოფლიოს. და მინდა ასევე შეგახსენოთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.